საცმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სოფელ ქვახრალში გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. 8000 ლარის ღირებულების პროექტის შესრულების ვადა მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით სამშენებლო კომპანიას 20 იანვრამდე მისცეს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღეს 24 იანვარია, სოფლის მოსახლეობა სასმელად ისევ ჭისწყალს მოიხმარს და სამუშაოების დასრულებას ელის. შოთა სადაღაშვილი ქვახრალელების რეალობის შესახებ. ესია გათხრილი და მიგდებული აქვს ესე რამჩი. მეტი ესეთი უყურადღება მე აღარ გამიგია. დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქვახრალში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი. ადგილობრივები გასულ წელს სოფელში დაწყებული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაყოვნების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებისა, მათ ონკანებში წყალი ანდრომდე არ მოდის. არ ამგონია ეს წყლები დასრულდეს, იმიტომ რომ ეგეთი პირი უჩან, გაიქნებოდა, მაგრამ არ ამგონია. დიდი ხანია უკვე მუშაობენ და საქმე ჯერ ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ვისაც ევალება, რომ გააკონტროლოს ეს სიტუაცია, გაიქნება თუ შეწუხდება და ჩამოვა და შეამოწმებს, რომ ამ მდგომარეობაშია საქმე. ამოდენა ფულს ხარჯავენ ტყუილ უბრალოდ და საქმე არ აკეთდება. გაზაფხულის პირზე ეხლა ზოგიერთი ჭა დაშრა, მაგალითად და უხდებათ მეზობლჭიდან წყლის ამოტანა. ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. ამ სიცივეებში შეწყვიტეს მუშაობა, ძირითადად მთავარ მაგისტრალებზე ჩაყრილია ეს სტრუვები, მაგრამ შეწყვიტეს ახლა ალბათ ამ სიცივეების გამო. დაყრდნენ კრანებსა, ვითომ მოასწრებდნენ დეკემბრამდე უნდა მოესწროთ, აგე იანვარით დამთავრდა და დღესდღეობითაც გათხრილია. გადასასვლელი არ მაქვს, სულ არაფერი ჭიშკრის წინ არის. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ივანე ნუსხელიძე ამბობს, რომ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაახლოებით 90% დასრულებულია, თუმცა მისი ხარისხით უკმაყოფილოა. ფაქტიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სოფელი. ძალიან ბევრგან გადათხრილები და დატოვილები არის და არ არის ფაქტიურად გაკეთებული. მე არ ვიცი ახლა ვის ბრალია და ვის ეხება ეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საქმე არ აჩანს. როდესაც კომისია მოდის შემოწმებაზე, მაშინ დაფაცურდებიან, აჩვენებენ და ზოგან ისეა წაყრილი. ადგილებზე რომ შეერთებული არ არის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაყოვნების მიზეზი არაშესაბამისი კლიმატური პირობები გახდა. შეწყვეტილი სამუშაოები კი უახლოეს დღეებში აღდგება. სამუშაოები დაასრულებს იგივე კომპანია უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში. კომისია მაგაზე ვიმსჯელებთ, დავაჯარიმოთ თუ ვადა გავუგზავნოთ. რაღაც პრობლემების გამო ვერ გააგრძელეს სამუშაოები. გუშინ იყო ჩამოსულები კომპანიის ხელმძღვანელი არქიტექტურა, კომპანია არქიტექტურის ხელმძღვანელი. ქონდა საუბარი და დადო პირობა, რომ უახლოეს 2 დღეში სამდაში გააგრძელოს სამუშაოებს და ეს წვრილი სამუშაოები რაც არის დარჩენილი დაასრულებს უახლოეს ვადებში. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქვახრალში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 876,000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია არქი კულტურა ახორციელებს. პროცესის დასრულებას ხელისუფლება 2 კვირის ვადაში ვარაუდობს. ქვახრალის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ერთმანეთს შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე და გამგებელი დავით ონიაშვილი დაუპირისპირდნენ. მე ვიყავი და შესრულება ნორმალურია, რეზერვუარები მოწყობილია, ჭაბურღელები მოწყობილია, ქსელი მოწყობილია.